ოლიგარქის პასუხი ამერიკულ სანქციებს. მაგნიტსკის სიაში შეყვანილი ვახტანგ გომელაური ივანიშვილმა კიდევ უფრო დააწინაურა და ვიცე-პრემიერა დანიშნა. ეს მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა შინაგან საქმეთა მინისტრი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მირზა კეზევაძე მაგნიტსკის სიაში შეიყვანა და ფინანსური სანქციები დაუწესა. მედიის, ოპოზიციის და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ რეპრესიების გამო. ამ სანქციებით მათი ქონება და აქტივები გაიყინება. სანქციები ვრცელდება ყველა იმ ორგანიზაციაზეც, რომლებიც 50%-ით ან მეტით გომელაურის და კეზევაძის საკუთრებაშია. ამერიკულ სანქციებამდე ვახტანგ გომელაური და ოცნების კიდევ 4 მაღალჩინოსანი დაასანქცირა დიდმა ბრიტანეთმაც. ბრიტანეთში მოგზაურობა აეკრძალათ და აქტივები გაეყინათ გომელაურის მოადგილესაც ალექსანდრე დარახველიძეს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს სულხან თამაზაშვილს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროს ზვიად ხარაზიშვილს და მის მოადგილეს მილერი ლაგაზაურს. ნინო სამყურაშვილი ჩაგორთვება ამ თემით პირდაპირ ეთერში გისმენინა. დიახ, კეთი, პირველ რიგში დავიწყოთ ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის მხრიდან დაწესებული სანქციებით მაგნიტსკის სიაში შეიყვანა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და ასევე ხარებას მოადგილე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მირზა კეზევაძე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. მიზეზი, რის გამოც დასანქცირებულები არიან ასეთი მძიმე რანგის სანქციით, უნდა ითქვას ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დაწესებულ სანქციებში მაგნიტსკის გლობალურ აქტში, როდესაც ხვდება პირი, ეს არის ყველაზე მაღალი სანქცია, ყველაზე მაღალი რანგის სანქციის, რაც შეიძლება არსებობდეს. მიზეზი, რის გამოც არიან დასანქცირებული, არის მედიის წარმომადგენლების, ოპოზიციონერების, მომიტინგეების სასტიკი დარბევა, მათ შორის 2024 წლის გამართული დემონსტრაციების დროს და აქ საუბარი არ არის მხოლოდ, ეს არის ხაზგასმული, მხოლოდ 28 ნოემბრის შემდგომ სასტიკ დარბევებზე. აქ საუბარი არის მთელი 24 წლის განმავლობაში, როდესაც შეგახსენებთ ყველას რუსული კანონი მიიღებოდა აი ამ აქციების დროსაც სასტიკი დარბევის გამო მათ დაუწესდათ ეს სანქციები. მაგნიტსკის გლობალური აქტით დასანქცირება არის საერთოდ ძალიან მძიმე და ეს მოიცავს იმას, რომ მთლიანად აქტივები იქნება გაყინული და მათ საერთაშორისო გადარისხვებთან დაკავშირებით ოპერირება საერთოდ აეკრძალება და რას მოიცავს ეს მაგნიტსკის სანქციები, როდესაც მათ დაუწესდათ, როგორც ვახტანგ გომელაურს, ასევე მირზა კეზევაძის ნებისმიერი ქონება ან წილები ან ინტერესი ამ ქონებაში, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების პირის მფლობელობაშია, ან კონტროლ ქვეშ არის, დაიბლოკება, ასევე ნებისმიერი ფირმა, ორგანიზაცია, რომლის პირდაპირ ან ირიბად, ინდივიდუალურად ან ჯამურად 50% ან მეტი ეკუთვნის ერთ ან მეტ დაბლოკილ პირს, ეს ქონებაც გაყინულია და დაბლოკილია და ერთი მნიშვნელოვანი გაფრთხილებაც არის, რომ ფინანსური ინსტიტუტები და სხვა პირები, რომლებიც ახორციელებენ გარკვეულ ტრანზაქციებს ან საქმიანობას სანქცირებულ პირებთან, თავადაც შეიძლება აღმოჩნდნენ სანქცირების წინაშე. უფრო მეტი, რა თქვა სახელმწიფო დეპარტამენტმა და რა თქვა ასევე სახაზინო დეპარტამენტმა, თქვენ შეგიძლიათ ახლა მოისმინოთ ეს განცხადებები და ერთი მნიშვნელოვანი ხაზგასმა სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომელიც ასევე ახლა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩობაც გამოაქვეყნა. ეს განცხადება არის ის, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი სანქცირების პროცესს გააგრძელებს, მათ შორის საუბარი არის იმაზე, რომ ოცნების მაღალი თანამდებობის პირები ისევ იქნებიან დასანქცირებული, ასევე მუნიციპალური დონეზეც მაღალი თანამდებობის პირებს ეს სანქციები აუცილებლად შეეხება, თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა არ დააკონკრეტა, ვის შეიძლება ამ შემთხვევაში ეს სანქციები შეეხოს. One day doesn't certainly designate us. ერთ დღეს ერთი სანქცირება ან ერთი ქმედების განხორციელება არ გვზღუდავს მომავალში სხვა რამის გაკეთებისგან. ეს უბრალოდ უახლესი მაგალითია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების გამოყენებისა, რათა პასუხი აგებინოს საქართველოში დამნაშავეებს და ეს ინსტრუმენტები ჩვენს ხელში რჩება. პოტენციურ ქმედებებს წინასწარ არ განვიხილავ. სახაზინო დეპარტამენტმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრსა და სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს სანქციები დაუწესა. ეს არიან ლიდერები, რომლებიც ჩართულები იყვნენ მედიის წარმომადგენლებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების სასტიკ დარბევაში, მათ შორის 2024 წლის აქციების დროს. სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე გამოაცხადა, რომ ნაბიჯები გადადგა დამატებითი სავიზო შეზღუდვების დასაწესებლად პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ან მონაწილეობენ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში. ასევე მათი ოჯახის უახლოეს წევრებზე.
დღევანდელი გადაწყვეტილების შედეგად ზემოხსენებული სანქცირებული პირების ყოველი ქონება ან ქონებრივი ინტერესი, რომლებიც შეერთებულ შტატებშია, ან შეერთებული შტატების პირების საკუთრებაში ან კონტროლქვეშაა, დაბლოკილია და ამაზე უნდა ეცნობოს OFAC-ს. ასევე ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ ან ირიბად, ინდივიდუალურად თუ ჯამურად 50%-ით ან მეტით ეკუთვნის ერთ ან მეტ დაბლოკილ პირს, ასევე დაბლოკილია. შეერთებული შტატების პირებს შეიძლება დაეკისროთ სამოქალაქო ან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ამ განკარგულების დარღვევისთვის. ასევე ფინანსური ინსტიტუტები და სხვა პირები, რომლებიც ჩართულნი არიან კონკრეტულ ტრანზაქციებსა თუ მოქმედებებში სანქცირებულ ინდივიდებთან, შესაძლოა თავადაც დაექვემდებარონ სანქციებს ან საახსრულებო მოქმედებას. აკრძალვები მოიცავს ნებისმიერი სახის დახმარებას, თანხების, საქონლისა თუ სერვისების მიწოდებას სანქცირებული პირების სასარგებლოდ ან ნებისმიერი სახის დახმარების, თანხების, საქონლისა თუ სერვისების მიღებას სანქცირებული პირებისგან. სახელმწიფო დეპარტამენტი დამატებით ნაბიჯებს დგამს, რათა სავიზო შეზღუდვები შემოიღოს დამატებითი ქართველი პირების, მათ შორის სამართალდამცავებისა და უსაფრთხოების ოფიციალური პირების წინააღმდეგ, ვინც დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაში იყვნენ ჩართული. ასევე მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ, რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს თავიანთი ძალაუფლება ფუნდამენტური თავისუფლებების, მათ შორის იძულებისა და დაშინების გარეშე უფლების შესაზღუდად. შეერთებული შტატები მკაცრად გმობს საქართველოს ოფიციალური პირების მიმდინარე სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის მშვიდობიანი დემონსტრანტების, მედიის წარმომადგენლების, უფლებადამცველებისა და ოპოზიციური ფიგურების წინააღმდეგ. ქართველ ხალხთან მდგავართ და ერთგულები ვრჩებით ვეძიოთ ანგარიშვალდებულება მათთვის, ვინც თანამონაწილეობს ადამიანის უფლებების დარღვევასა და მათი დემოკრატიული მომავლისთვის ძირის გამოთხრაში. და ამერიკის შეერთებული შტატების სანქციებამდე იყო დიდი ბრიტანეთის მხრიდან დაწესებული სანქციები გაერთიანებულმა სამეფომაც და ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც თქვეს და დაწერეს ის, რომ მათ ერთად კოორდინაციით მიიღეს შეთანხმებით ეს გადაწყვეტილება, რომ დაესანქცირებინათ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები და დიდი ბრიტანეთის მხრიდან დასანქცირებულები არიან ვახტანგ გომელაური, შინაგან საქმეთა მინისტრი, ალექსანდრე დარახველეძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე სულხან თამაზაშვილი, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი, იგივე ხარება, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური და მათ გაერთიანებულ სამეფოს ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალათ, ასევე აქტივები გაეყინათ და მთავარი მიზეზი, რის გამოც გაერთიანებულმა სამეფომაც დაასანქცირა, სწორედ დაწერა ის, რომ ეს პირები პასუხისმგებლები არიან ჟურნალისტებსა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე, ძალადობრივ და ბრუტალურ თავდასხმებზე და სწორედ ამიტომ სანქცირდებიან ისინი და ამ ყველაფერს, ამ გადაწყვეტილებებს აქვს გამოხმაურება ევროპელ და ამერიკელ პოლიტიკოსებს შორის და ისინი ამბობენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ახლა ამ სანქცირების პროცესი, რადგანაც ქართველმა ხალხმა უნდა დაინახოს ის, რომ ცივილიზებული სამყარო მათ გვერდით დგას. დიდმა ბრიტანეთმა შეერთებულ შტატებთან კოორდინირებული მოქმედებებით სანქციები დაუწესა 5 მაღალჩინოსანს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში ჟურნალისტებსა და მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობრივ თავდასხმაში. მათ დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის აკრძალვა და აქტივების გაყინვა ემუქრებათ, რაც მათი დიდი ბრიტანეთიდან და მისი ეკონომიკიდან გარიცხვას ნიშნავს. საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო დემონსტრაციების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლების სისტემური დარბევა, მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ წინააღმდეგობა გაუწია ქართული ოცნების გადაწყვეტილებას შეეჩერებინა ქვეყნის სვლა ევროპული მომავლისკენ. ეს გადაწყვეტილება ძირს უთხრის საქართველოს კონსტიტუციის ძირითად დებულებას და მიიჩნევა ქართული ოცნების მხრიდან უკანასკნელ ნაბიჯად, რომელიც საქართველოს კრემლის პირისპირ უფრო დაუცველს ხდის. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სპეცრაზმა გამოიყენა წყლის ჭავლი, ცხრემსადენი გაზი და რეზინის წყვილები მშვიდობიანი მომიტინგეების დასაშლელად. ცნობები ინდივიდების სამიზნედ ამოღებასა და ცემის შესახებ დადასტურებულია საქართველოს სახალხო დამცველის მიერ. მივესალმები ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის მიერ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მიმართ სანქციების დაწესებას ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის. იმედი მაქვს, რომ ევროკავშირი გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, რათა პასუხისმგებლობა დაეკისროთ მათ, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს. და ოლიგარქიული რეჟიმის პასუხი ამ ყველაფერზე იყო ის, რომ დღეს დაახლოებით 11 საათისთვის მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ირაკლი კობახიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, სადაც საუბარი არის იმაზე, რომ ვახტანგ გომელაური დაინიშნა ვიცე-პრემიერად და ამ მიერიდან ირაკლი კობახიძეს ეყოლება 3 ვიცე-პრემიერი, ეს არის თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, ასევე ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი და ახლა დაამატა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ
ქვეყანას შინაგან საქმეთა მინისტრად და ვიცე-პრემიერად ყავს მაგნიტსკის სიაში მყოფი პირი ვახტანგ გომელაური და უნდა ითქვას ის, რომ მაგნიტსკის სია ამოქმედა მას შემდეგ 2012 წლის დეკემბერში, ანუ ქართული ოცნება უკვე იყო ხელისუფლებაში, შეიძლება ითქვას, როდესაც ეს სია ამოქმედდა და კონგრესის მიერ მიღებული მაგნიტსკის აქტის საფუძველზე. ყველაზე მაღალი რანგი არის მაგნიტსკის აქტით დასანქცირებული პირები, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატები ასანქცირებს და ეს არის ყველაზე მძიმე სანქციები. აქ რომ მოხდეს ნებისმიერი პირი არის ძალიან რთული, მაგრამ თუ იქ მოხდება, იქიდან ასე ვთქვათ, გამოსვლა და გაუქმება ამ სანქციების არის ფაქტიურად შეიძლება ითქვას წარმოუდგენელი და ის პირები, რომლებიც ახლა მაგნიტსკის აქტით დასანქცირებული არიან, მათ შორის ოლიგარქიული რეჟიმის წარმომადგენლები საქართველოში, შეიძლება ითქვას, რომ მათ ეს სანქციები გაყვებათ მთელი ცხოვრების განმავლობაში.